აქედან გვალივერებ და ჯიგარი. ჩვენ წუტალას ტრუბს უტრიალებდით. მე გიჯდა თავისთვის ვითხასავით მიყუჩებული. მე თუ მკითხავ, ვითხა ყველაზე ჭკვიანი ცხოველია. საიდან მიხვედი ამ დასკვნამდე? ვითხა რომ ყველაზე ჭკვიანია? არა. გაბორო თავის მისწამებას ამ სოროდან უყურებ. ვითხების თვისება შინაურის გამეტება. მაინც საიდან მიხვდი რომ გაბოს ჭუტალასთან სამალავი ქონდა? სამი დღე არ მისულა სახში. უთვალთვალებთ. ჭუტალა დაბრიდეს, ეს კი გაქრა. ესე იგი ყველაფერი იცოდა. აბა ასე უცებ საიდან გაიგებდა ჭუტალას ამბავს. ჩვენ რომ მოვედით, კიდე ნელთვილი ქანაობდა თოქზე. აღაზის ბებომაც გაბოს სარაჯიშვილი და სერვალადი უყვარდა. სულაკი. გახსოვს ის საქმე? პარნოზე რომ მოხდა. რომელი? ბომბარდების? რაღაცით გავს. იქაც იყო სამალავი. კაცი რომ თავის ძმის მკვლელობას თვალებში ჩახედავს და ხმას არ ამოიღებს. არ უნდა კონდეს დიდი არჩევანი. როგორც კუთხეში მიმწყეულები თხას, ხო? ფიქრობ რომ დაითესა უკვე? მე მეკითხები. გონია რომ ყველაფერი გადამოწმებული აქვს. სწორად ფიქრობ. ნახეთ რა. საზღვრები? ეგ ისეთი ნაბუზარია. ამეხრელი ექნება დატოვებული გასაზრომად. მაგრამ არც იმას გამოურიცხავ, რომ აქ ჩაჯდა. ქალაქში ჩაიმალა და დროსელოდებმა გასაძრომად. მაგრამ მე სხვა რამე მაინტერესებს უფრო. რა სუფთხის ასეს გაბო? რა განსმალავს, კალე? ხუიოზნა. ახლა ატრაკე. შენ ბიჭო აბისპეჩენი კაცი რესტორნის მეპატრონე, მოძვრები აქ ფანჯრებში, სამალავებში დაძვრები პატარა ბიჭივით შეჩემა და თან თვალებში მიყურებ და მეუბნები რომ არაფრის აზზე არ ახ. პადრი. მე და შენ გონი დავამთავრეთ ამ თემაზე საუბარი. ყველა გაქვს მაგის იმედი. ყველაფერი ახლა დაიწყო. მე ჩემსას მივიღე. იცოდე. რასაც მიიღებ ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროს. სად მივიხარ, ბიჭო? ხელი გამიშვი, პადრი. დიდი მაყუთის გამოდნობა შეგვიძლია, ბიჭო. ხელი გამიშვი, ვიძაბები. ვიცი კოტეს ტყილა არ დააჯექი ხოსზე. ხელი გამიშვი. დაჯექი საუბარი არ დამთავრებია, დაჯექი. კოტე ვინ არის? კოტე ის არის, ვისთანაც ძალიან დიდი მაყუთი ტრიალებს. მე რაშუაში ვარ ამ კოტესთან ან იმ მაყუთთან. მეც ეგ მაინტერესებს. გაბუსთან რა საქმე ქონდა? გაბუსთან არა, ჭუტალასთან, ბადრი, ჭუტალასთან. ახლა ატრაგე ბიჭო შენო. კოტე ვინც არის, შენც კარგად იცი და მეც. რა ფულები ტრიალებს მაგასთან და რა კრისატნიკი აქვს მოწყობილი თავის ოფისში. ეგეც ორივემ კარგად ვიცით. ჭუტალას მაგათი დაბრედილი გონია მე. გაბოც მაგათ ემალება. ყველაფერი გწოდნია. თუ კოტეზე ნადირობთ, ინადირეთ, მე რა შვაში ვარ. ინფორმაცია მაქვს, ფაქტები არა.
ფაქტები როგორ ჩანს, იმ ვირთხას აქვს. აბა შენ აქ რა გინდოდა? ან იმ ჩიკატილოებს? ეგ შენი გამოსაძიებელია. პოლიციელი შენახა. სორო ნახეთ, ვირთხა გაძრე. რა გაეწყო? მე წავედი. წასვლის ნება არ მომიცია, ბიჭო. როდის იყო შენგან ნებართვას ვიღებდი? აი ქრომ ჩაგაყუდებ, სადაც საჭიროა. და ისე გაგჟიმავ, როგორც შენ პროტეჟეს ჟიმავ ცოტნე. მე ნახავ შენ. ვის ჟიმავს? ვისაც ჟიმავს, ბიჭო. აი, ბიჭო. ის პროტეჟე ჩემი ცოლია. დაიმახსოვრე. მაქსიმუმ საათ ვიქნებით ალბათ. ო და ძალიან კაი წამოვიდო რა. კი, არა პრობლემაა კაცო. რა პრობლემაა კაცო შენ მითხარი. კუკულუს კლანს გაუმარჯოს. მესამე გვესად არის. მომიგიდე. აქ საიდან? იქიდან. აი მესამე გვიც მოსულა. ეს სად მიდის? ამას აქ რა უნდა? აბა ისე. გამარჯობა უფროსო. ხალე. კარგია ჩემი ხაში. ო, მაგარი ხაშია, გემრიელი. არა არ მინდა ჩემი. არ მინდა. არა უფროსო, მადლობა. როგორ? ხაში არ მინდა. არ მინდა საქმე მაქვს. ძალიან მინდა არც ხაში. შენს მითხარი ბიჭო. აი მაგას რო ურთხამ ამ ყველაფერს. შენი კუჭი რას ამბობს? რას უნდა იმ ამბობს? მე რა ბადი? ბადის საქმე ვერ არის კარგად. ო. შტოს კუჩებას. გაბოლოდ. ნოვის კაჟო. კაცრავო თქვენი სახელი? მე ანტონი მქვია. თქვენ? კალე. ძალიან სასიამოვნოა. ჩემთვისაც. ანტონი. დიდი ხანია რაც არ ცხოვრობ. რას თავი მახსოვს? თუ დაგაბოიცი? ბავშვობიდან იმ კიბეზედაც ერთად გადავდიოდით, გადმოვდიოდით სახლიდან სახლზე. თამაში ჰქონდა ეგეთი. იცი რა მაინტერესებს? შემთხვევით ხო არ იცი გაბო, სად შეიძლება ვნახო. საქმე მაქვს, ვჭირდება. გაბოზე ერთი რამე შემიძლია გითხრა. შენ რო გჭირდება გაბოსთვის, ეგ არაფერს არ ნიშნავს. თუ დაჭირდი, აუცილებლად მოგძებნეს თვითონ. იქნებ შემთხვევით სადმე გადააწყდა. უთხარი რომ კალეს სჭირდებია და ისიც უთხარი. მასაც ძალიან ჭირდება. თუ სადმე გადავეყრები, ვეტყვი. მაგრამ მე რო ვეტყვი, გაბოსთვის მაგასაც არ აქვს მნიშვნელობა. თავარია თვითონ რას ფიქრობს ამას. შენ თუ ნახი გადაიცი, კარგი? გადავცემ აუცილებლად. ნუ რა ინტერესი კაცი ყოფილა თუ. აბა დავლიო თუ არა. ანტონჯან, აბიჟე. ჩემი ზომა წონა ვიცი. ეხლა მე წავედი საქმეს მივხედავ. დიდი მადლობა მოპატიჟებისთვის. რა საქმე ბიჭო, დაჯე რა, ნილამაიკარ, დავაი, პროდულჟი. არა მცალია. შუმერულ ტექსტს ვამუშავებ. რაო? შუმერულ ტექსტს.
აბა დიდი მადლობა და კარგად იყავ. კარგად, შენი იმედი მაქვს. აუცილებლად. აბა დიდი მადლობა და ბედნიერად. ნახვამდის. რამე გაიგე შენ? შუმეროლოგი ვარო. მიდი გადაკარი სვეტიკა გელოდება. მაგას მე აგიხსნი რას ნიშნავს. Какие люди только не попадаются. Бедный Тбилиси, шумерულად. Оказывается. მიდი მე მანამდე გადავიხდი და Светик Джан, цаватанам, авакенасет мერнем კამკით. უფროსო რამდენი Заждалась моя. რაზე არის 18 ლარი და 80 თეთრი. ურდა არ არის. აი, დიდი მადლობა. Ой, მადლობ გენასვალე. ხარე. სახელი? აღჭო. ჩვენთან ყოველთვის გაიხარში მსადება და მომბზანდი. მაგარი ხაში არის. გემრიელი. აბა კარგად ხარე. ხარე. კალე. კანონმდებლობა ზურგს გვიმაგრებს. რა ვქნათ? დავიწყოთ? უნდა დავიწყოთ. აბა რა უნდა ვქნათ? კანონია. ეთანხმები. კანონია. კიდე ყავს ეგ ფილმი? ფილმი? ნუ, არა, არ მახსოვს. მე მინახავს. კომედია რა. აკინ კაცრი ხელია საჭირო. კაცრი. ოღარ. ბოლოს და ბოლოს ხომ და გაიგონდა რა არის სახელმწიფო. მოკლედ ხო იცი, აყაყანდებიან. აყაყანდებიან და აყაყანდნენ. ბიუჯეტია შესავსები. რასაც გეუბნები ის გააკეთე. ვერავინ ვერ ვასწავლის მე ხა იმას დემოკრატიას. უთხარი ვაკიდან დაიწყო. ყველა ქალი მოართვლიო. ხალი? რა თქვი ხა ისეთ? ანუ ვისაც დავიჭერთ, ო, ყველა ქალი. ხალი იყოს, კაცი არ. ჩინურად გესაუბრები? მეზდეზღება ეს. პერო გაყრილი საზოგადოება. ბატონო რამეს დიახ. გისმენთ ბატონო ზაურ. როგორ ზავგეგმეთ? საგადასახადო კოდექსის 273 მოხლი. დიახ, როგორც მოვილაპარაკეთ. მზად ვართ. ხო, რაც თავარი. ყველა ქალი უნდა იყოს. კი, რა თქმა უნდა. დღესვე შეგვიძლია ავიყვანოთ ყველა. ბიჭები მობილიზებულები არიან. ვაკიდან დავიწყოთ? კი ბატონო. ნახოთ. რა ხდება? ხომ შედობა? აი ესეთი მუშაობა მინდა. ოპერატიული. კოდექსში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად უნდა ვიმოქმედოთ, ნორამ. უფრო გენერალური სულილის შესაბამისად მოქმედებთ, გონი. ესე იგი, გამოდის რომ ბიზნესმენები გადასახადებს ვერ იხდიდნენ და ჩვენ მათ ვიჭერთ და აჯარიმოთ, ხო?
ყველა ქალი უნდა იყოს თან. საიდან ვიწყებთ? რა თქმა უნდა ვაკიდან. არ გაინძრეს არა. ხდება რა? ის კი მაგრამ რატო? ბრალდების მხარე მოწმეთ იძახებს ნორა გაბედავას. ქალბატონო ნორა, მოახსენეთ სასამართლოს. რა ოპერაციაში იყავით ჩართული 2006 წლის სექტემბერში და რა მიზანს ემსახურებოდა ეს სპეცოპერაცია? ჩვენ დაგვევალა ინდმე წარმოებისგან და წვრილი ბიზნესმენებისგან თანხის მაქსიმალურად ამოღება. ამიტომ თბილისის მასშტაბით 200-მდე ბუტიკის მეპატრონე შემოწმდა. რა გახდა მათი დაკავების საფუძველი? საგადასახადო კანონის დარღვევა. რაში მდგომარეობს ეს დარღვევა? მათ არ გაითვალისწინეს საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილება. ვისი დავალებით მოქმედებდით? ჩემი უშუალო ხელმძღვანელი იყო რამაზ თოლორდავა. ხოლო მან ეს დავალება გენპროკურორისგან მიიღო. პატივცემულო მოსამართლეებო, გთხოვთ ყურადღება გაამახვილოთ იმ ფაქტზე, რომ ამ საქმეზე აყვანილი ქალბატონების დაკავების დღე ემთხვევა იმ დღეს, როდესაც ახალი საგადასახადო კანონი გამოქვეყნდა ბეჭდვით ორგანოში. ანუ სპეცოპერაცია ჩატარდა მაშინ, როცა კანონი ჯერ კიდევ არ იყო ამოქმედებული. როგორც მოგეხსენებათ, კანონი მოქმედებას იწყებს გამოქვეყნებიდან მეორე დღეს, რათა ადამიანებს ჰქონდეთ კანონის გაცნობის საშუალება. დროულა! 9. დროულა! აი ხმას თუ არ ამოიღებს მაგ ბუცს შეტენ ერთ ადგილას აიღო წის გონი ეწყინა ფისოს გალბატონო თინა თქვენ გაქვთ არაკეთილსინდისერი დამოკიდებულება საგადასახადოსთან არ ვიცი რა გინდა ჩემგან რამდენი წელიწადია ბიზნესში ხართ? 9 თუ არ ვცდები. 9? მე ამ შემოსავლებს რატომ ალავთ? მე არაფერი დამიშავებია. მოკლედ. რანჯაობის დრო არ გვაქვს ქალბატონო თინა. ამ საბუთს ხერს თუ არ მოაწერთ. 6 7-იან 9 წელი დაისვენებთ. ნუ პროსტურად დაგასვენებთ. არ დაგხალათ ბიზნესმა. ეს ძალადობა. კანონის დამორღვევებს ჩვენ სხვაგვარად არ ვესაუბრებით. თვითონ გადაწყვიტოს ყველაფერი რა უნდა და როგორ უნდა, всё. ბრალდების მხარე მოწმეთ იძახებს თინა მღებრიშვილს. ქალბატონო თინა, დათანხმდით თუ არა საპროცესო გარიგებას? სხვა გზა უბრალოდ არ მქონდა. ანუ გულისხმობთ, რომ ეს არ მომხდარა თქვენი ნებით? გამომძიებლებმა დამაშანტაჟეს. და იძულებული გავხდი, დავთანხმებულიყავი.
თანხა რამდენი გადაიხადეთ? 40,000 ლარი. ბრალდებული მღევრიშვილის ისტორია. დარწმუნებული ხარ? დარწმუნებული ვარ. რა გადაწყვიტეთ, ალბათონო თინა? რა თანხაა? ეს სხვა საქმეა. მოგძანდით ქალბატონო თინა. შემდეგი. გამოვფერთ ხალხო. ქალბატონო ნორა, რა შედიოდა თქვენს უშუალო მოვალეობაში ამ ოპერაციის დროს? თანხების გადარიცხვის კონტროლი, ხოლო თუ ვინმე დასაკითხი დათანხმდებოდა საპროცესო გარიგებას, შევდიოდი უკვე და გამყავდა ეს ადამიანი სარეგისტრაციო განყოფილებაში. შემდეგ უკვე იქ ფორმდებოდა შესაბამისი დოკუმენტაცია. წვენს ინებებ თუ წყალს? წვენს. რა დოკუმენტაციის გაფორმებაზეა საუბარი? ამ პირებთან ვაფორმებდით საპროცესო გარიგებას, გარკვეული თანხის გადახდის ვალდებულებით. ვისაც ეს თანხა არ ქონდა, მათთან უკვე სხვა ხელშეკრულებას ვდებდით, ანუ ჩუქების ხელშეკრულებას. ეს ადამიანები თავის ქონებას, მანქანას, ბიზნესს და ყველაფერი რაც ებადათ, ჩუქნიდნენ სახელმწიფოს ნებაყოფლობით. შეგიძლიათ თუ არა გაიხსენოთ ის პირები, რომლებიც ამ სპეცოპერაციის შემდეგ იქნენ დაგავებულები? არა, ბევრნი იყვნენ. ზოგი მახსოვს, ზოგი არ მახსოვს. თუმცა ორი მათგანი განსაკუთრებულად დამამახსოვრდა. ტატა ვაჩნაძე და ანანო სამსონია. ტატა ვაჩნაძის დაკითხვაზე რაღაც ინციდენტი მოხდა და ალბათ ამიტომაც დამამახსოვრდა. ხოლო ანანო სამსონია ახალგაზრდა გოგონა იყო ფეხმძიმედ. ძალიან მეწოდებოდა. თუმცა რეალურად მე არაფრის შეცვლა არ შემეძლო. უკაცრავად ქალბატონო, თქვენთვის კონვერტი მაგ გადმოსაცემი. ის გაიგე! გახდება? გახდება! ამოყოლით, სწრაფად. გახდება! იშვენეთ! იშვენეთ! გახდება! სწრაფად, ჩადექი. არა მოიგე. იშვენეთ! სახელმწიფოს ფულს პარავდი, არა? რაღაც შეცდომა. შეცდომა ყოფილა. ბიჭია თუ გოგო? ჰა? თუ არ გინდა რომ შენი შვილი ციხის საავადმყოფოში დაიბადოს, მოაწერე ხელი. ხომ ხედავ? ვითვალისწინებთ შენს ორსულობას. მხოლოდ 40,000 ლარი გადაიხადე და სუფთად გამოხვალ. მე არ მაქვს ამდენი თანხა, ვერ გადავიხდი. არა აქვს ამდენი თანხა, ვერ გადაიხდის. კარგი. დაუძახე ბიჭებს. და გადაწყვიტეთ, სად გაჩნდება თქვენი შვილი. ბრალდების მხარე მოწმეთ იძახებს ანანო სამსონიას. ქალბატონო ანანო, ჩვენებაში წერთ, რომ საპროცესო გარიგებას არ დათანხმდით, არ გადაგიხდიათ 40,000 ლარი, რის საფუძველზეც დაგაკავეს. რას გეუბნებოდათ გამომძიებელი დაკითხვისას? რატომ უნდა გადაგეხადათ ჯარიმა? ამხელა თანხა ნამდვილად არ მქონდა. გამომძიებელი ნორმალურად არაფერს მიხსნიდა. რათანაც დაკითხვისას ჩემი მდგომარეობით სარგებლობდა.
რას გულისხმობთ? ორსულად ვიყავი. იმდენი მაწვალეს. უცელი მომეშალა. კაპეზეში. რამდენი ხანი მოგიწიათ პატიმრობაში ყოფნა? 6 თვე. გმადლობთ. გმადლობთ თქვენ ღირსება, მეტი კითხვა არ მაქვს. პილოა? რა? არა. კარგი ხარისხია, კარგი. კანცლერი იქნება. სხვათა შორის შენი შვილის პერანგი მსგავსი არ აღმოჩნდა. რა შუაშია ჩემი შვილი აქ? შენი შვილი აქ. სად არის ჩემი შვილი? სად? აქ. ჩემი შვილს აქ რა უნდა? აღიარე დანაშაული. და ორივეს გეშველებათ. თუ არა, ორივე გაიჟიმებით. ჩემი შვილი სად არის? ბრალდების მხარე მოწმეთ იძახებს ტატა ვაჩნაძეს. ქალბატონო ტატა, არ გითხრეს რისთვის გაკავებდნენ? არა. პირდაპირ კუთში მიმიყვანეს. გვიან მივხვდი საერთოდ ჩემგან რა სითხოვდნენ. არავის არაფერი არ აუხსნია. სრული ქაოსი იყო. მე ვიფიქრე, რომ ყველაფერი გაირკვეოდა და გამათავისუფლებდნენ. მაგრამ საქმე ძალიან სერიოზულად აღმოჩნდა. რა გინდა ჩემგა? აიხადე რა. რა? გაიხადე, გაიხადე. სხვათა შორის შენი შვილის ტოლა ბიჭები გიждდებიან შიშულ ქალებზე. არ გინდა სიამოვნო. დადარი ჩემი შვილი. აქ არის. გვერდზე ოთახში. ნარკოტიკი უპოვეს. შემოდით. აირჩიე. აღიარებ თუ შენი შვილი გაჟიმონ, აიხდი თუ არე დამელუქს. კედელთან დადექი. არ დათანხმდით საპროცესოს? როდესაც შვილით გემუქრებიან, ყველაფერზე თანხმდები. კარგი გუხარ. ვაჩნაძე საქმე შემომიტანა. რის აღიარებას გთხოვდნენ? უნდა მეღიარებინა, რომ სახელმწიფოს ვატყუებდი. საგადასახადო შემოსავლებს უმალავდი. საპროცესო გარიგებით ციხეს თავს ავარიდებდი. მაგრამ
ჯარიმის სახით ძალიან სოლიდური თანხა უნდა გადამეხადა. რა თანხაზე იყო საუბარი? 100,000-დან დაიწყეს. მევაჭრებოდნენ. 50,000-ზე შევთანხმდით. ანუ მიუხედავად იმისა, რომ ეგრეთ წოდებული ჯარიმა გადაიხადეთ, თქვენ მაინც ციხეში აღმოჩნდით. რის გამო დაგიჭირეს? მოაწერ. 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 არგე. შენი! შემოდი! გაატრიეთავს. ადვოკატს ავიყვან. ედიშენ. დასამართლოზე ყველაფერს ვიტყვით და ონაში რომ სულ წამოხდიან, იქ აიყვანე. ქალბატონო ტატა, საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ დაგაკავეს სიცოცხლის განზრახ ხელყოფის მუხლით, ასეა? კი. ქალბატონო ტატა, რამდენი წელი მოგისაჯეს? 6 წელი ვიჯექი. თქვენი ბიზნეს საქმიანობის დროს თქვენი მხრიდან ყოფილა თუ არა შემთხვევა გადასახადების თავიდან არიდებისა? არა. დარწმუნებული ხართ? კი. კეთილი. ქალბატონო ანანო. იყავით თუ არა წინასწარ გაფრთხილებული საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებების შესახებ? არა. ქალბატონო ნორა, იცოდით თუ არა იმის შესახებ, რომ დასაკითხად მიყვანილ ქალბატონებს არანაირი ფინანსური დარღვევები არ ქონიათ საგადასახადოსთან? დიახ. ხმამაღლა თუ შეიძლება. დიახ, ვიცოდი. მე რეალურად არავინ არაფერს მეკითხებოდა. მე ვიყავი რიგით შემსრულებელი. საგადასახადო კანონმდებლობაში შეტანილი იქნა ცვლილებები, ხოლო ინდმე წარმოებები ძველი კანონებით ახდენდნენ ანგარიშწორებას ბიუჯეტთან, ასე რომ შემიძლია პირდაპირ თქვა, მათ არ იცოდნენ ამ ცვლილებების შესახებ. სიმართლე გითხრათ, ჩემი დაჭერის ბრძანება ერთმა ადამიანმა გასცა. მოახსენეთ სასამართლოს, რას გულისხმობთ? მოგახსენებთ. მე კერძო ბიზნესი მქონდა. ერთ დღეს ყველა შეკვეთაზე უარი მითხრეს. თუ ბანკის სესხს არ დავფარავდი, ჩემი ორანჟერიის გაყიდვა მომიწევდა. ამიტომაც დასახმარებლად ჩემი ქმრის მეგობარს მიუმართებ. ქალბატონო ტატა, ვინ იყო ის ქალბატონი? მაკო შარია. რა ხდება, აბა? ვაპროტესტებ თქვენო ღირსებავ. ამ ფაქტს არავითარი კავშირი არ აქვს განსახილულ საქმესთან. ვაპროტესტებ თქვენო ღირსებავ, კავშირი პირდაპირია, თუ დაცვის მხარე გვაცლის დაკითხვას, თავადაც ამაში დარწმუნდება. დაცვის მხარის პროტესტი მიღებული არა. თხოვთ განაგრძოთ პროცესი. მომთხოვა ჩემი ორანჟერია გამომეყენებინა ნარკოტიკის დასახარისხებლად. მაურის გარეშე. განაგრძოთ თუ შეიძლება. და შემდეგ გასაღებაშიც მიმეღო ნარკოტიკის მონაწილეობა. ფულს მე მოგცემ. სერიოზულ საქმეში ჩაგრთავ. კარგ საქმეს თავაზობ. რა საქმეს? კარგ საქმეს, დადა. შემოსავლიანს. წვენი გინდა? დამისხე. შენი ქმარი მოგდა. მაგრამ ცხოვრება გრძელდება. და საქმეც. კაი, არ გვინდა რა. გვინდა, ტატა, გვინდა, როგორ არ გვინდა. მაკო, მაგ საქმით ნაშრომ ფულს ერთხელ უკვე გაუსინჯე გემო რა. ძალიან ცუდი გემო აქვს, მაკო. სიკვდილის და მარტოობის. საფლავში თუ არ ჩაყვები, მშვენიერი გემო აქვს. მე გამამწარა. საქმე ეკეთებინა და არა წამალი. მშვენივრად გქონდა ეგერ საქმე აწყობილი. სანამ არ ჩაყვინთა. მოიცა.
ანუ სხვა საქმეს ვერ თავაზობ ვერაფერს? უკეთეს ვერაფერს. ვერც არჩევანს. ეს საქმე არ და ვერ გაჩერდება. არ ვიცი. ის ხო იცი რომ შენ შვილს მომავალი ჭირდება. მოდი აქ. დაჯექი. შენი ქვის საქმეს გააგრძელებ, გაიგე? ეს დროებით მოგიგვარებს პრობლემებს. მისმინე, შემოხვიდე ერთი წუთი რა. შენ ხო იცი რომ შენ თავს არავის არ დავაჩერე. საღამოს აჩუქრებით მოვა. მადლობა წვენისთვის. რა რაოდენობის ნარკოტიკი იყო? ზუსტი რაოდენობა არ მახსოვს. მაგრამ მთელი ღამის განმავლობაში ახარიცხებდნენ, წონიდნენ და შემდეგ ათავსებდნენ ყვავილების თესლისთვის გამოყოფილ პარკებში. ხო გითხარი საჩუქრებით მოვალ თქო? აი, ახალი თანამშრომლები გყავს. ჩვენს ბიზნესში თამაშგარე მდგომარეობა არ არსებობს. ხელს არ მოვაწერ. მოვაწერ. ვიცოდი ამით ვამთავრებ. აი გუგო შენი გადასაწყვეტი აღარ არის რა. მოაწერე. ფულს დაგიბრუნებ და წავალ. რამე ხო არ გიშლება? მომისმინე. ყველა დოკუმენტი ჩემი ხელმოწერაა. რამე რომ მოხდეს, მე გარანტიას ვინ მომცემს. შენ საქმე გააკეთე. გარანტიას კიდე შენ თვალწინ ხედავ რა. მოაწერე ხელი. მოაწერე. კარგი გოგო ხარ. მე ამ ფაქტის შემდეგ რამოდენიმე დღეში ამიყვანეს და გამომძიებელმა რომელმაც დამკითხა მითხრა რომ ჩემი საქმე ძალიან ცუდად იყო ზუსტად იმ ფაქტის გამო რომ მე უარი განვუცხადე მაკოს თანამშრომლობაზე. გმადლობთ ქალბატონო ტატა, თქვენო ღირსებავ. ბრალდების მხარეს აღარ აქვს კითხვები მოწმესთან. დაცვის მხარეს შეუძლია დაუსვას კითხვები მოწმეს. მადლობ თქვენო ღირსებავ. იყო თუ არა შემჩნეული თქვენი მეუღლე ნარკოტიკების მოხმარება გასაღებაში და სწორედ ამიტომ წახვედით გარიგებაზე. მე 6 წელია ქვრივი ვარ. 6 წლის უკან მაკო შარიას დახმარებით კი. ქალბატონო მაკო, თქვენ მისჯილი გაქვთ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა. იღებთ თუ არა პასუხისმგებლობა საკუთარ დანაშაულებზე? როგორც ხედავთ, მე უკვე ავიღე. ჩემ თავზე დანაშაული. 6 წელია ვზივარ. მაგრამ ჩემ თავარ დანაშაულად მაინც ის მიმაჩნია, რომ პრეზიდენტის და მინისტრის დავალებებს ვასრულებდი. თქვენი ეხლა ამათი დრო დადგა, ამათი. თქვენი დანაშაული თქვენივე ქმედებებია, ქალბატონო მაკო. ცოტაში მდიდრია. რაც ქვეყნის მაღალ ჩინოსნებს კი არა, ნარკოტიკებს და მის უკანონო ვაჭრობას ეხება. ესენი არიან თავი ნარკომანებიც, ბარიგებიც და ყველაფერი რაც მე მიწოდეს. ბრალდების მხარეს ხომ არ აქვს დამატებითი კითხვა? არა თქვენო ღირსებავ.
მოწმეს შეუძლია დატოვოს დარბაზი, მანდატურს თხოვ გააცილოს იგი. გააცილებთ, ქალბატონი. უკანასკნელად გაფრთხილებთ. ასეთი პროვოკაციული გამოხდომის შემთხვევაში გაგაძევებთ დარბაზიდან. მე ძალიან მიყვარს დედა შენი. შემართლა ჭაობის ბალახო შენ. მიგიფუთხებია იმ სასამართლოსთვის, იმ მოსამართლებისთვის, იმ ქვეყნისთვის, იმ საზოგადოებისთვის, რომელიც ესეთ დაცილებს, ესეთ გახდებს, ესეთ დაკოვაჭრებს და სიტყვის სადოთქვის საშუალებას. მიგიფუთხებია ამ ქვეყნისთვის, რომელსაც შების შრომა ვერ დააფასა. დაცვის სამსახურს ხო? აქ შეკრებული ყველა საზოგადოება. თავარი ბრალდებული გააძევოს დარბაზიდან. არა, რა უნდა მითხრა? მიგიფუთხებია იმ კედლებისთვის, რომელიც მიავაშენე. მიგიფუთხებია თქვენთვის, თქვენ განსაცდელს, რომლის სწავლა განათლებაზე ვიწრუნე. პროცესი ცხადდება უწუთიანი შესაძლებლობა.